ახალგაზრდობაში უფრო რაღაცეები მაწუხებდა. კედლებზე გავდიოდი, ისე მტკიოდა ხერხემალი. მაგრამ დღეს ახლა სიმძიმეებსაც ვეწევი, შტანგასაც ვეწევი და აბსოლუტურად ხერხემალი საერთოდ არ მახსოვს. რაც უფრო წლები მემატება, აბსოლუტურად არაფერი რო არ მაწუხებს. არაფერი არ მტკივა. არავით არის წამალი, არავით არის რაიმე. ესე იგი თავიდან ბოლომდე აი უფრო სრულყოფისკენ მიდის ორგანიზმი. ვარჯიშებმა გააკეთა ეს, მე ასე მგონია. თუ იწყებ ვარჯიშს, ეს უნდა დაიწყო ძალიან ნელა, ძალიან მშვიდად, მეთოდურად, აწყობილი სისტემაში მოყვანილი. მარტო ის არაა ქართულად, რომ მინდა, არა, შინაგანად უნდა იყოს. თავიდან ბოლომდე ისა რომ გააკეთო ესა და ცოტა ოფლიც უნდა დაღვარო. გონება აუცილებლად უნდა მუშაობდეს ამ ვარჯიშების ფიზიკური დატვირთვების დროს. შედეგზე შეიძლება იფიქრო მხოლოდ 1 წლის შემდეგ. 1 წლის შემდეგ შეიძლება დაიწყო უკვე იმის ათვლა ჯანმრთელობისკენ მიდიხარ თუ არა. 67 წლის ვიყავი, როდესაც სირბილი დავიწყე. დღეში სადაც 6-დან 10 კილომეტრამდე დავგვივარ. ძალიან მშვიდად, კარგად, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე 1-2 კილომეტრი ვცურავ ლისის ტბაზე. ეს ზამთარ ზაფხული. ზამთარში ყინულებს ჩავტეხარ, ჩავდივარ და ჯანმრთელობისთვის არის ფანტასტიკურად სასარგებლო. ჩემი სტიქია მაინც უფრო წყალია. როდესაც კოლხურის აღდგენა დავიწყე, ეს იყო 1997-98 წლები, მაშინ უფრო აქტიური გახდა ჩემი ამ აუზთან ურთიერთობა. 2001 წელს პირველი საგინესო სარეკორდო გაცურვა იყო ლაგუნა ვერეზე, 2002 წელს უკვე დარდანელის სრუტე. თანდათან ჩამithრია მე უკვე ამ გრძელ დისტანციებზე მარათონები, ბოსფორის გადაცურვა, დარდანელის გადაცურვა, სხვადასხვა ისა და ძალიან აქტიური გავხდი მარათონელი მოცურავი. სანამ ვარ ცოცხალი, ხო? მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო და ბედნიერი ვიყო. აი ამ იმაში ვიყო, სულ ამ განცდაში და სულ იმაში. და ამ კუთხით ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ვარ ჯანმრთელი, ვარ ბედნიერი, კარგი ხალხი მყავს ირგვლივ. მე მაინც გონია რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ, ხო? ჯერ, რა ვიცი, წინა მაქვს ყველაფერი.